მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები განსტუბენ მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგერელი კვლავ თქვენთან ვარ და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ შობა, ახალი წელი, ის გავლილი საოცარი დღესასწაულები და გისურვოთ ყოველივე კარგი ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაკა, სიხარული, სიყვარული, ყოველივე კარგი, რომ ეს წელიწადი უფრო ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეულ თქვენთაგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, სრულიად საქართველოსთვის და საერთოდ მშვიდობა ყოფილიყოს სოფლიოში უპირველეს ყოვლისა, ამას ვისურვებდი. და იმედია, რომ ახალი შემართებით შეიძლება ცოტა პოსუქებულ მდგომარეობაში ზოგიერთ თქვენთაგანი, რაც ნორმალურია ამ პერიოდისთვის, ახლა იმიტომ რომ ასე დროს არის მხოლოდ გოზინაყი, ასე დროს არის მხოლოდ ჩურჩხელა და საოცარი ასე თქვა ჩვენი სუფრის ნობათები და იმედი მაქვს, რომ რაღაც ახალი შემართება უკვე ეს ყველაფერი თვალსაცემ იქნება ნელ-ნელა და ნელ-ნელა შევდგებით ასე თქვა ცხოვრების ახალი ასე თქვა წლის პერიპეტიებს და პირველ რიგში სწორედ ამაზე ვისაუბრებ დღეს, რა ტენდენციებია მოსაოდნელი, რა გველოდება უკვე ამ კვირაში და 12-18 იანვრის შუალედზეა საუბარი. პირველ რიგში მოითხოვნიშოთ რა ტენდენციებია მოსაოდნელი გეომაგნიტური თვალსაზრისით და საერთოდ ენერგეტიკა დედამიწისა როგორია. მინდა გითხრათ, რომ მეტნაკლებად სამყარო გარკვეულწილად ითვალისწინებს, ზოგჯერ მგონია, რომ იგი პირდაპირ გზნობს პულსაციას, ასე ვთქვათ, ადამიანთა ცხოვრებისა და ამ დეკემბრის შემდგომ, რომელიც იყო საკმაოდ რთული, დაძაბული გარკვეულწილად დედამიწა უარყოფით ენერგოველში იმყოფებოდა და უცებ იანვარი მთლიანად არის დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში. ესეთი რამს მინდა გითხრათ, რომ არც ხშირად ხდება. ეს გვაძლევს საშუალებას პოზიტიურ ენერგოველი, რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს, ორგანიზმის დაუშვათ რელაქსაციური თუ სხვა სახის აღდგენი პროცესები გაცილებით უკეთ მიმდინარეობს. ამ დროს და შედარებით საერთო სიტუაცია დედამიწის გეომანტია მეტნაკლებად კარგია, სტაბილურია. რაც უდაოდ კარგია, ხო? მაგრამ თებერვალზე ამას ვერ ვიტყვი. წინ ნაწილ მინდა გითხრათ, რომ თებერვალი იქნება ალბათ ერთ-ერთი ურთულესი წლის განმავლობაში, აქ იქნება იმდენი ცვლილებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ყველა სხვა სახის სფეროში მსოფლიო მასშტაბით, რომ ალბათ ერთ-ერთი გარდამტეხი თებერვალში უკვე თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის დასაწყისში ჩვენ გვეულდება უკვე პირველი მზის და მთვარის დაბნელების დერეფნის გავლა. ამიტომ სანამ მივალთ თებერვალამდე, იქამდე იანვარში. თუ გაქვთ საშუალება დაისვენეთ, თუ გაქვთ საშუალება იაქტიურეთ, იმოძრავეთ, რაღაც საქმეები დაიწყეთ, რათა დაუშვათ იანვარში დაწყებული საქმეები მე თებერვალში შედარებით უფრო მშვიდ ვითარებაში გააგრძელოთ. ერთადერთი თუ იანვარს ზოგადად მიმოვიხილავთ, ალბათ ყველაზე რთული პერიოდი ახლა გვაქვს შედარებით, ესეც შედარებაზეა მხოლოდ ლაპარაკი, 8-12 იანვარი. ეს 4 დღე ალბათ ყველაზე შედარებით რთულია მთელი იანვრის განმავლობაში. დანარჩენი დღეები გაცილებით უკეთესია. ამიტომ მოდით ესე ვთქვათ, რომ ესე იგი დღევანდელი დღე და ხვალინდელი, ეს 2 დღე ცოტა მაინც ყურადღებით გავიაროთ. ჯანმრთელობა ცოტა მეტი ყურადღება, ემოციურ ფონს ყურადღება და ჩვენ ახლა ცოტა ხანში ვიტყვით ვის, მაინც რის მიმართ ჭირდება ცოტა მეტი ყურადღება. ამ 2 დღეში რაც დარჩა ახლა დღევანდელი და ხვალინდელი. ეს 4 დღე, ესე იგი 8-12 შედარებით ოდნავ დაძაბული, მაგრამ მთლიანობაში იანვარი ვიმეორებ, კარგი თვეა. დედამიწა მთელი იანვარი პოზიტიურ ენერგოველშია, რაც გააძლევს ძალიან კარგ შანსებს. ვით რომ აქ მოლაპარაკებაც კარგად წარიმართება, ურთიერთგაგება ადამიანს შორის მაღალია, იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე მაგალითად თებერვალში და ბევრი სხვა შესაძლებლობა ადამიანს უფრო ადვილად მიეცემა იანვრის თვეში. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პერიოდი. თუმცა წინ გვაქვს კიდევ რას ვქველია ძველი და ახალი წელი, ამასაც სათანადოდ აღნიშნავ და მერე კიდე ნათლისღება 19-ში მოგახსენებათ, იმასაც გარკვეულწილად მიულოცავთ ერთმანეთს და მერე უკვე ჩადგება ყველაფერი მე მგონი თავის კალაპოტში. ეხლა მოდი აღნიშნოთ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის რა ტენდენციებია მოსაოდნელი და რის მიმართ უნდა ვიყოთ ყურადღებით. პირველ რიგში მიაქცევთ ყურადღება გეომაგნიტურ დღეებს. ეს სხვა შორის გუშინ წინ იყო 10-ში 11-ში და უბრალოდ დღეს არის და გუშინ იყო, 10-11 გეომაგნიტური დღეებია, შემდეგ ხვალ 12
ორშაბათი დღე ასევე გეომაგნიტური, ანუ ჩვენ ახლა გვაქვს 3 ZZ. ანუ 10, 11, 12 და ეს 3 ZZ როც არის ცოტა უჭერთ. მათ ვისაც აქვს პრობლემები გულსიძარღვან სისტემასთან, ნერვულ სისტემასთან, ხანდაზმულებს, მიაქცეთ ყურადღება, თუ რაღაც თავის ტკივილები, უგონებობა, წნევის პრობლემა მაიჩინან თავი, ამ დღეებში აუცილებლად წამვლის პროფილაქტიკა და შესაბამისი დასვენება. წამოწიოთ წინა პლანზე. შემდგომ, მოდი ამშვიდობთ, რომ ჩვენ გვექნება ასევე კიდევ 15 რიცხვი, საყურადღებო ცოტა დაძაბული, ნაწილობრივ 16 და მერე უკვე 17 რო დამთავრდება 18 რიცხვი ფაქტობრივად 17-ის ღამე და 18. აი ეს 18-ში ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა და ეს იწვევს კიდევ ამ ტენდენციას. ანუ ამ კვირაში მაინც ცოტა ბევრია. ეს რაოდენობა ამ ასე ვთქვათ გეომაგნიტური დღეებისა და ვიყოთ მაინც ყურადღებით. ნუ რეალურად ახლა დღევანდელ დღეს და ხვალინდელ დღეს თავი დავანებოთ ეს მაინც უკვე ეს კვირა და ხვალიდან ესე იგი 12 საყურადღებოა 15 ნაწილობრივ უკვე 16 და 18 რიცხვი აი ეს დღეები განსაკუთრებით ითხოვს ყურადღებას როგორც გეომაგნიტური დღეები. ეხლა რა შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და რაზეა სანამ ცალკეულ ნიშნებზე გადავიდოდი პირველში კვლავ და კვლავ მინდა შეგახსენოთ რომ კვლავ გამოსულია მთელი წყება ესე იგი ჟურნალებისა იცით თქვენ ეს არის ჟურნალი შენი ჰოროსკოპი რომელიც გვამცნობს 2026 წლის ძალიან საინტერესო მოვლენებს მათ შორის კარგად გაეცნობით თვითონ მომავალი წლის მასპინძლის რომელიც ჯერ არ შემოსულა 17 თებერვალს შემოდის ცხენის წელიწადი მოგახსოვნება და აი ცხელის შესახებ ისტორია მისი ფსიქოტიპი შესაძლებლობები ყველაფერი აქ არის აღნიშნული და სხვა შორის აი ცხენის ზოდიაქოს ნიშნი დავადებული დასავლური ზოდიაქოს ნიშნი. მაგალითად ცხენი შილოსანი, ცხენი კურო, ცხენი ტყუპები და ასე შემდგომ. ხო, აი მათთვის დამახასიათებელი ფსიქოტიპი და სხვა ნიშნებთან დამოკიდებულება. ეს ყველაფერი აქ ჟურნალში შენი ჰოროსკოპი ამის გარდა. მთელი თვეების და მიხედვით დაყოფილი მთელი წლის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ასტროპროგნოზი. რა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლია ეხლავე ჩაეხედოთ და ნახოთ თქვენ ზოდიაქოს ნიშანს რა პერსპექტივები აქვს მაგალითად ოქტომბერში ან ნოემბერში. და აქედან გამომდინარე რომ უკვე წინ და წინ ხარ გაფრთხილებული და შეიარაღებული, რა ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია გეოდება სწორედ ამ ჟურნალში, რომელსაც ქვია შენი ჰოროსკოპი. ამის გარდა იცით რომ გამოსული ასევე ერთად გაჩვენებთ რომ არა გვერიოს, რომ ზოგს ერევა ასევე დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი. ეს არის შენი ჰოროსკოპი, შედარებით მომცრო, მაგრამ აზგვერდიანი, მინაგითხრა და ეს კიდევ ჟურნალი ჰოროსკოპი, ასევე დიდი, სადაც არის ასევე დიდი ინფორმაცია. აქ ჩვენ თქვენ გაქვთ 2026 წლის ასტროლოგიურ პოლიტიკური პროგნოზი, თავისი დაყოფებით და მნიშვნელობებით. თუ რაზე გავლენა, თავისი რას უკვე გრაფიკული გამოსახვით. ამის გარდა, შეგნით თქვენ წაიკითხავთ 2026 წლის, როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზს, როგორ იქნება ეს წელი მათთვის. ამის გარდა, აქ აღნიშნული იქნება ასევე გეომანტია დედამიწის, რა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ აქვე დაინახავთ აი გრაფიკი. აი დაინახავთ, რამდენად კარგია იანვარი, ხო? აბსოლუტურად ნულოვანი ზონის ზევით არის დედამიწა. და რამდენად უფრო რთული იქნება უკვე თებერვალი, სადაც უკვე ნულოვანი ზონის ქვევით ჩამოდის დედამიწა და უფრო რთულდება სიტუაცია და შემდგომ ეს რას ნიშნავს? ამის ახსნა განმარტება გექნებათ აქ. ამის გარდა აქ არის ყოველდღიური ასტროპროგნოზები ცალკეული ნიშნებისთვის, ანუ მთვარის კალენდრის და მიხედვით, თავისთავად და შეგნით ასევე გეოდება მთელი წყება კალენდრებისა. ეს არის პატარა კალენდარი ჯიბის, რომელიც შეგიძლიათ ჯიბეს ჩაიდოთ ათარო და ეს არის თითოეული ზოდიაქოს ნიშნის. ყველა თვე გათვლილია იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, რომელ თვეში, რომელ დღეები გაქვთ კარგი, რომელი ცუდი, რომელი ნეიტრალური. მაგრამ თუ თქვენ გინდა დაუშვათ ოჯახისთვის ან დაუშვათ, თუნდაც სამუშაო თქვენი ჯგუფისთვის, ამისთვის არის დიდი ასტროკალენდარი, ესე იგი საოჯახო, ესეთი ასტროლოგიური, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი და უარყოფითი დღეებია გათვლილი ცალკეული თვეების და მიხედვით. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ყველა ასტროთვიცი თქვენ სამდეცნო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც ასევე აღნიშნულია პერიოდები, როდესაც ოპერაციების ჩატარება ამა თუ ორგანოებთან ერთობაში სასურველი არ არის და ეს ყველაფერი ასევე შეგიძლიათ ჩვენივრად გამოიყენოთ, იყოთ გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული და აქედან გამომდინარე წარმატებული. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ
ეს ორივე გამოცემა ის მოგცემს საშუალებას რომ წელიწადი სწორად გაიარო და ბევრ საკითხზე ასე ვთქვათ სწორი ასე ვთქვათ ნაბიჯები გადადგა და სწორად მიუდგეთ ამ საკითხების გადაწყვეტას. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეეძინოთ ჯიხურებში. ანუ პრესის ჯიხურები გულისხმება მთელი რესპუბლიკის ასე ვთქვათ ტერიტორიაზე, მაგრამ უპირველესად დიდ ქალაქებში და იქნებით ამით გაფრთხილებული, ანუ შეერაღებული. მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ სახლში მიტანით, მიიღოთ ეს ინფორმაცია, მაშინ უკვე შეეხმიანეთ ტელეფონის ნომრით 597 1599 მეორე 597 1599 და სახლში მიტანით, ამას ყველაფერს მოგიტანენ სახლში. ამის გარდა თვით ამ ჟურნალებში და ამასტრო კალენდრებში ქვევით ბოლოში დაწერილია ტელეფონის ნომერი. ეს არის ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მათთვის, ვისაც უნდა პირადი ჰოროსკოპის შედგენა ჩემთან. აი მათ საყურადღებო მინდათ რომ აი ეს იცოდეთ რომ აქაც არის ეს ტელეფონის ნომერი. თუმცა ეხლაც გამოგიცხადებთ ტელეფონის ნომერი 599 91 52 38 მეორე 599 91 52 38 მინდა გითხრათ რომ ჩვენ უკვე საქმეში ვართ, უკვე რამდენიმე დღეა მუშაობთ, აი გუშინაც იყო ძალიან საინტერესო ჯგუფი ადამიანებისა ჩვენთან და ნუ ყველაზე პარადოქსული ჩემთვის იყო ის რომ მათ მოიარეს 3 თუ 4 ასტროლოგი და ანუ ეს იყო ესეც საინტერესო მოსვლა ჩემთან, რომ იცი რა, ჩვენ უკვე ვიყავით აი რამდენიმე ასტროლოგთან, ჩამომითვალეს ვინ არიან, ვიცი ვინც არიან და უნარს არ ვიტყვი მათზე და ნუ ერთ სიტყვით ჩვენ გვაინტერესებს ხოლმე აი 1-2 საკითხი. დარჩენი უკვე ვიცით, რასაც ისინი ყვებოდნენ, ნუ ეხა იგივე რო არ გამოგვივიდეს. ხო, ნუ მე ესე იგი მათ როცა ესე იგი რაღაც კითხვები გავიგე მათი მე უთხარი ერთი წინადადება რომ მე მგონია რომ თქვენ არც არაფერი არ იცით. თორე თქვენი კითხვებიდან გამომდინარე თქვენ თუ 60 ასტროლოგთან იყავით და კიდე ამ კითხვებს ვსვავთ, ესე იგი ძალიან ეჭვმეპარება რომ რეალურად თქვენ რაღაცა რეალურად იცით იქედა, რაც საჭიროა რომ იცოდეთ. ნუ ახლა ამ ფრაზა მათ დაინტერესა, მე უთხარი ამიტომ ახლა კარგად მომისმენთ თავიდან ბოლომდე და მე ბოლოში გავსაჯოთ. ნუ აი ესე 2 საათი მისმენდნენ და ბოლოში ერთ-ერთი ფრაზა თქვეს. ეს სხვა რამ იყო. ესეთი რამ მართლა არ მოგვისმენია. ანუ ისინი ყვებოდნენ რაღაცა იყო, რაც უკვე ისეთი რაც გვეცნო, მაგრამ ძირითადად ეს აბსოლუტურად სხვა კუთხიდან დანახული ჩვენი ფსიქოტიპი და ჩვენი ცხოვრებაა და შესაბამისად ახლა ადამიანი რომელიც 60 ასტროლოგთან იქნება და ის ასტროლოგი ვერ ხედავს რომ ადამიანს აქვს საგვარეულო წყევლა და აქედან აქვს დიდი პრობლემები მათ შორის ოჯახის ნგრევასთან დაკავშირებით, ნუ რა უთხარი მე იმ ასტროლოგს, მოკლედ რო ვთქვათ რა. მოდი ასე ვთქვათ. დავსახეთ გზები, როგორ განავითარო შემდგომი ცხოვრება, რა გააკეთო, რა შეცვალო, ისიც აუხსნი, რა პერიოდებში შემდეგ წლისა შეიძლება იყოს გამსოფრება ურთიერთობისა მათ შორის ძმებთან მიმართებაში და მეორე პიროვნების დედასთან, ესაც იციან და როგორ უნდა მოიქცნენ, ესაც იციან. და მთლიანობაში წელიწადი კარგია და სერიოზულ გარდაქმნას მოიტანს და შემდეგი წლის ბოლოს მოვლენ ჩემთან და აუცილებლად მე თქვენ კარგ ამბებს, ეს მე უკვე უთხარი, იციან და ნუ ყოველ შემთხვევაში იმედია რომ ასეც იქნება ყველაფერი. ეხლა მოდი ავნიშნოთ ესე იგი ამ კვირის უკვე ასტროპროგნოზი რა ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს და ხვალ ცოტა მეტი სიფრთხილე, ცოტა მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის, საკუთარი ემოციური ფონის, ურთიერთობების მიმართ, ცოტა მეტი თორე არაფერი განსაკუთრებული. დარჩენი კვირის დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ. ეხლა აი დღეს და ხვალ რის მიმართ უნდა იყოს ყურადღებით მაგალითად ვერძი. ნუ მოდი ავნიშნოთ მოუთმენელი ხდება. ზედმეტად შეუპოვარი სუსტრაფი და მოუთმენელი. აი ამ შეიძლება დააშვებინოს ამ ორ დღეში შეცდომა. არავის მოსმენა არ სურს. თან უკიდურესად შევდე. აი მთავარი პრობლემა რომელიც შეიძლება დღეს და ხვალ ვერძის ცხოვრებაში იჩენდეს თავს. თუმცა ეს გუშინაც და გუშინწინაც აქტუალური იყო, მაგრამ უკვე სამშაბათიდან სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდება, უფრო პოზიტიური იქნება. თქვენ უფრო მეტად შეცვლით ტაქტიკას თქვენი მოქმედებისა, თქვენი მსოფლმხედველობაც გარკვეულწილად სასიკეთოდ შეიცვლება და მოვლენები გარკვეულწილად მოგცემენ იმის საშუალებას უფრო დიპლომატიურად იმოქმედოთ, უფრო სწორად განსაზღვროთ ცვლილებები, რომელიც თქვენ სივრცეში მოხდება, გარკვეულწილად გაითვალისწინოთ
განსხვავებულად სხვათა ასევე განწყობები და ასე შემდგომ და აქედან გამომდინარე უფრო მეტად წარმატებული იქნება ის ხელშეშ როგორც სამშაბათიდან იგრძნობთ რომ ნელ-ნელა ერგო ტონუსიც უმჯობესდება ნელ-ნელა შესაძლებლობები ურთიერთობების გაუმჯობესების იგივე ხელმძღვანელ პირებთან კოლეგებთან მოიმატებს და ხელშეშ პროფესიონალური განვითარების კუთხითაც გაცილებით უკეთესი პერიოდი დადგება თქვენს ცხოვრებაში რაც შეეხება კუროს, კუროებო, ესე იგი დღეს და ხვალ, ცოტა ვიყოთ ყურადღებით რის მიმართ. აქ უპირველეს სკოლისა თქვენს სამწუხაროდ რაღაც ცოტა მოუთმენელი ხდებით, რაც თქვენ საერთოდ არ გახასიათებთ. სიჯიუტე მატულობს აქაც ესეც ცოტა პრობლემური მომენტებია და მიაქცეთ ყურადღება და მგზავრობის კუთხით ეს პერიოდი არ ვარგა. აქ ეცადოთ ხელშეკრულებები არ დადოთ, კონტრაქტები არ გააფორმოთ. დღევანდელ და ხვალინდელ დღეს ეხება ეს ხოლმე. სამშაბათიდან კი ბატონო, უკვე შეგიძლიათ გაცილებით მეტად აქტიუროთ, იმიტომ რომ სიტუაცია აშკარად უფრო სტაბილური იქნება თქვენს ირგვლივ და აქ უფრო მაგალითად გავლენიან ადამიანებს მეტად იპოვით. ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იპოვოთ არაერთი პრობლემების გაწყვეტის კუთხით და უფრო ოპტიმიზმი მატულობს თქვენში. ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ საინტერესო კავშირების დამყარება, ზოგიერთ საინტერესო პროექტში ჩართვა, ახალი საინტერესო წინადადების მიღება. ეს შეიძლება მგზავრობის კუთხითაც და უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით სამშაბათიდან პერიოდი ძალიან კარგია. რაც ხელს შეუწყობს მათ შორის უცხოენების ათვისება, შეიძლება უცხოელებთან ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა სასიკეთო ცვლილებების შემოტანას თქვენს ცხოვრებაში. ტყუპებო, უბრალოდ სკოლისა დღეს და ხვალ. მოდი აღვნიშნოთ იყავით ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ აქ სუსტრაფობა იდეების განხორციელების კუთხით ცოტა მატულობს და აქ ამან შეიძლება შესაბამები დაგაშვებინოთ, შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპი წინა პლანზე წამოწიოთ, ენასველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტი არ ელაპარაკოთ თქვენი გეგმების შესახებ, რათა სხვებმა ეს არ გამოიღენონ, ხოლო სამშაბათიდან გაცილებით უკეთესი ტენდენციები იქნება თვალში საცემი. რატო? იმიტომ რომ აქ შეიძლება ახალი საინტერესო წინადადებების წინაშე პერსპექტივების წინაშე დადგეთ. თუ კარგად გექნებათ გამოფიქრებული, ზოგიერთი სარისკო მოქმედებაც კი იქნება წარმატებული. აქ სხვადასხვა ახალი ვარიანტები გაჩნდება იმისთვის, რომ გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური და პროფესიონალური განვითარება და მდგომარეობა. სხვა შეიძლება შეიცვალოს გარკვეულწილად ახლოს დღეებში ხელმძღვანელობა თქვენ სამსახურში, ამან შეიძლება რაღაც ახალი წესები შემოიტანოს, სხვა ეს ცვლილებები თქვენთვის ასევე იქნება საკმაოდ ხელსაყრელი. რაც შეეხება კერჩხიბებს, კერჩხიბებო უპირველეს სკოლის დღეს და ხვალ ვიყოთ ცოტა ყურადღებით, მეტი თავდაჭერა გმართებთ და არავითარი დაპირებები არ გასცეთ. ხელშეკრულებების დადებას დღეს და ხვალ არ არის სასურველი. აი უკვე სამშაბათიდან სიტუაცია გაცილებით უფრო სტაბილური იქნება, თვითრწმენა მოიმატებს თქვენში, შესაძლებლობებიც ერთიურად გაიზრდება, თქვენ უკვე გავლენას ახდენთ პოზიტიურს, ირგვლივ ყოფ ადამიანებზე და სიტუაციებზე. ენერგოტონუსი თქვენ ჯერ მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, გაძლევთ შრომისმეორების, ნებისყოფის გამოვლენის შესაძლებლობას და ამასთან ერთად აქ ინტუიცია ძლიერია, რომელსაც დაყრდნობით სწორად შემოსაგეთებთ. ეს პერიოდი კარგია შემოქმედებითი მუშაობისთვის, თქვენი შემოქმედებითი ინჩის დონე არის გამოსავლენად. ხელს უწყობს იგი ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას ამ კუთხითაც მეტად ნაუფერი იქნება. რაც შეეხება ლომის იმპერატორთან ნიშანს, ლომებო დღეს და ხვალ ცოტა მეტი სიფრთხილე წინდახედულობა გმართებთ, რადგან ამ პერიოდში უნდა გახსოვდეთ, რომ აქ პირველ რიგში შესაძლებელია ულაცრუებას ჰქონდეს ადგილი, იყავით ხილად ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ეცდებიან თქვენი კეთილგანწყობის გამოყენებას, თქვენი ნდობის განწყობას თქვენ და საწინააღმდეგოდ შემდგომ. რისი ტენდენცია აქ არის? სამშაბათიდან ეს ყველაფერი უკვე ქრება, პირიქით უფრო ჰარმონიული პერიოდი იწყება, რომლისთვისაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც გაუმჯობესებოთ, ამან შეიძლება მორალური კმაყოფილებაც მოიტანოს, შეიძლება უფრო მეტად დაფასდებიან თქვენი წინადადებები, თქვენი სიტყვები, თქვენი რჩევები და ასე შემდგომ საზოგადოებაში, შეიძლება ახალი საინტერესო ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდეთ და მოდი ასე ვთქვათ, ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც ჯანმრთელობაც უფრო უმჯობესდება, უფრო მდგრადი ხდება და გინდათ ინდივიდუალური, გინდათ კოლექტიური ძალისხმევა ხდება უფრო მეტად წარმატებული, უფრო მეტად ასე ვთქვათ დაალაგდებით და დაალაგებთ თავშე თქვენს პრობლემებს, ან ურთიერთობებს, ან სიტუაციებს თქვენს ირგვლივ. რაც შეეხება ქალწულებს დღეს და ხვალ.
ეს ორი დღე ითხოვს ყურადღებას, რატომ? იმიტომ რომ ამ პერიოდში ფორსირებას მოახდენთ სიტუაციისა, ეს პირველ რიგში, იქნება ზედმეტად ჯიუტი, ესეც მეორე ნაკლი ამ პერიოდისა, უკვე 12 რიცხვის შემდგომ, უკვე სამშაბათიდან გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ აქ ურთიერთგაგებაც მოემატებს ადამიანებთან, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომისმცოდნეობა, ნებისყოფა მოთმენება, შეუპოვარობა საკმაოდ მაღალ დონეზეა და უფრო სხვანაირად სწორად მეუდგებით მოვლენებს, რომელიც თქვენ სირგული ხდება. აქ მხარდაჭერას მეტად იგრძნობთ პარტნიორთა მხრიდანაც კი. ეს ის პერიოდი, რომელსაც ახალი იდეები, ახალი ინტერესები შეიძლება გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში. ჩვენს კარგი პერიოდი იწყება უკვე მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან კონტაქტების კუთხით, საინტერესო მოვლენების პერიოდი აშკარად იწყება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღებას და აქ წარმატების მიღწევას, უმჯობესდება აშკარად თქვენი ურთიერთობა როგორც შვილებთან, ასევე სასქესო პარტნიორებთან. ამიტომ რომანტული კავშირებისა და სასქესო კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. რაც შეეხება სასწორებს, სასწორებო პირველ რიგში, ესე იგი დღეს და ხვალ, ეს ორი დღე ცოტა ფრთხილად გავიაროთ, ანუ კვირა და ორშაბათი დღე, რატომ? იმიტომ რომ იგი არ ვარ მაგალითად ცხვილის საგრძლებისთვის, გრანდიოზულ გეგმებს აქ ნუ დასახავთ და ნუ დაიწყებთ, ხო? და აქვე აღნიშნოთ, რომ აქ შესაძლებელია მოგეხდეთ რა არა მარტო თქვენი, არამედ სხვათა პრობლემების გადაწყვეტა, სხვათა შეცდომების გამოსწორებაც კი, მათ შორის სამსახურში. ეს ტენდენციებიც არის, მაგრამ უკვე სამშაბათიდან სიტუაცია გაცილებით უმჯობესდება, უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს, ეს შინაგანი ფორიაკი გაქრება თქვენში და შეიძლება ახალი საინტერესო ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდეთ, ახალი საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც ჩვენს მორალ-კმაყოფილებასაც გამოიწვევს თქვენში. აქ შეიძლება მოულოდნელი ფინანსური შემოსავლის წინაშე აღმოჩნდეთ, ახალი წინადადებები, ახალი პროექტები იქნება ფრიად საინტერესო და აღნიშნოთ ესეც, რომ არაერთ თუ გქონდათ მატერიალური ან ფინანსური პრობლემები, ამ პრობლემებსაც საკმაოდ კარგად და ადვილად გადაწყვეტავთ. უმეტეს თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებიც იყო, ამ პრობლემებსაც საკმაოდ კარგად და სწრაფად გადაწყვეტავთ. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავებულებს, ესე იგი დღეს და ხვალ ცოტა ყურადღებით იღავით, მეტი წინდახედულობა გმართებთ, ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტი, ზედმეტად დიქტატორული ტენდენციების მატარებელი და აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ თქვენი პროვოცირების ტენდენცია არის საკმაოდ მაღალი. ამიტომ საჭესთან თუ დავუშვათ ქუჩაში იღავით, მაინც ცოტა უფრო თავდაჭერილი. და აქ იღავით ყურადღებით ახალი გეგმების, ახალი იდეების მიმართ, რომ ეს გეგმები, იდეები არ იყოს ნაჩქარევი. რისი ტენდენცია არის, თორემ მაშინ შეცდომებს დავუშვებთ. ფეიკების ალბათობაც მაღალი გაქვთ. დღეს და ხვალ გადაამოწმეთ ნებისმიერ ინფორმაციას, განაც არ უნდა მოდიოდეს, რათა შეცდომა არ დავუშვათ. აი უკვე სამშაბათიდან გააცილებით მეტი მხარდაჭერა გაქვთ ირგვლივ ადამიანებისგან და თქვენს, ასე ვთქვათ, სიტყვებს, რჩევებს უკვე ფასი დაედება. სამშაბათიდან ძალიან კარგი პერიოდია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით, სწავლისთვის, ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობის და მოგზაურობისათვის, ერთ სიტყვით საკმაოდ კარგი შესაძლებლობების დრო იხსნება თქვენს ცხოვრებაში უკვე სამშაბათიდან. რაც შეეხება მშვილდოსნებს, ესე იგი დღეს და ხვალ, ესე იგი კვირა და ორშაბათი ცოტა ყურადღებით ვიღოთ, რატომ? იმიტომ რომ აქ ისევ თქვენი სულსწრაფობა მატულობს. ეს ერთი, მეორეც ერთი ზოგჯერ ილუზიები მატულობენ, ტრავმულოვანი ტენდენციების ალბათობა საკმაოდ მაღალია და გაითვალისწინოთ, რომ სახლში შეიძლება რაღაც პრობლემები წარმოიქმნას, ნუ მაგალითად შეიძლება გაფუძნდეს საყოფაცხოვრებო რაღაც ტექნიკა, რაღაც სხვა, რაც ნუ აუცილებლად მოითხოვს რასკვირა დამატებით ფინანსურ კაპიტალ დაბადებას. აი უკვე სამშაბათიდან ეს პრობლემები მოიხსნება. აქ უფრო მეტად სხვა შორის შეძლებს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტა და სხვა შორის სახლში ლამაზი კომფორტული დიზაინის შექმნას. ამ პერიოდში მაგალითად ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძენს უძრავ ქონებას. შეიძლება ახალ ბინაში გადახვიდეთ. აქ უფრო თავისუფლად გზნობთ თავს სამშაბათიდან, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი უფრო მეტი გაქვთ. სხვა შორის ზოგიერთი აღმოჩნდება მგზავრობა, მოგზაურობის წინაშე, ან რაღაც საინტერესო ექსპერიმენტების წინაშე. რაც საკმაოდ გაზრდის თქვენს ინტერესს ამ თუ იმ მოვლენისა და ადრე დაწყებული საქმეები ახლა სხვა შორის შეიძლება გახდეს ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაც. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნავებულებს, თხის რკებო, ესე იგი კვირა და ორშაბათი ცოტა ყურადღებით და ფრთხილად გავიაროთ. იმიტომ რომ აქ ყველა მხარს არ დაუჭერს თქვენს იდეებს, ეს გავითვალისწინოთ, სიჯიუდა თქვენში მატულობს, სხვისი მოსმენა მაინდა-მაინც არ გინდათ
და ამასთან ერთად ამიტომ პარტნიორული ურთიერთობა შეიძლება ცოტა დაიძაბოს. თქვენი იდეები და იდეალები შეიძლება აბსოლუტურად არ გაიზიარონ თქვენმა პარტნიორებმა. ამიტომ ამას შეიძლება გაუგებრობები გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში დაძაბულობა ურთიერთობებისა და ასე შემდგომ, მაგრამ სამშაბათიდან სიტუაცია უფრო დამშვიდდება, უფრო პოზიტიური იქნება, ეს უფრო დინამიური პერიოდია თქვენთვის. ძალიან კარგია იგი კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, გზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, სწავლისთვის და აქ მაგალითად პირადი ურთიერთობაც უფრო მეტად დალაგდება. ნუ თქვენ მაინც უნდა გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ მაინც ახლა მთავარი ფავორიტი. სანამ ზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს ყოველ შემთხვევაში 20 ან რამდენ მაინც ყველაზე მეტი წარმატებები გაქვთ თქვენ, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაინც მაღალია, ჯანმრთელობა ახლა მდგრადია, იმუნიტეტიც მაღალია, ემოციური სტაბილურობაც მაღალია, რაც ხელს უწყობს ასევე თქვენი ქარიზმის, შარმის გაძლიერებას და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრას და თქვენს მეტად პოპულარიზაციას. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნავებულებს, ესე იგი 12 რიცხვის ჩათვლით, დღეს და ხვალ, ცოტა ყურადღებით ვიღოთ, თორე შეიძლება ზოგიერთ თქვენი ასე ვთქვათ იდეა ისე არ წავიდეს როგორც თქვენ სურთ, ანუ ამ გარკვეული გულაცრუება გამოიწვიოს. და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ახალ პროექტებს და იდეებს აქ ნუ დაიწყებთ ამ ორ დღეში. ამასთან ერთად რაღაცის დასრულება შეიძლება მოგიწიოს და ან შეიძლება რაღაც ვალდებულებების შესრულების წინაშე, ვალების დაბრუნების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანია სამშაბათიდან სიტუაცია აშკარად დამშვიდდება, პროპოზიტიური დრო დგება, აქ თქვენი შარმი, ქარიზმა მატულობს რითის და სხვა ადამიანებს და არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ სიყვარულის და ფულის მმართველი პლანეტა ვენერა უკვე კვირის ბოლოს გადასვლებს თქვენ ზოდიაქოში და ამ კუთხითაც სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, ძალიან კარგი პერიოდი იწყება უკვე სამშაბათიდან სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შეიძლება ახალი განწყობები გაჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ახალი იდეები, პროექტები, ურთიერთობა აშკარად უმჯობესდება და ინტუიცია იზრდება, რომელზეც დაყრდნობით უკვე სწორ არჩევანს აკეთებთ და სწორ ნაბიჯებს გყავთ. ენერგოტონუსის მატება კი ხელს შეუწყობს უკვე შრომის უნარიანობის გაზრდასაც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავებულებს, ესე იგი კვირა ორშაბათი ცოტა ყურადღებით ვიღოთ, აქ ურთიერთწინააღმდეგობები მოიმატებენ და ასევე ურთიერთგაგების შემცირების ფონია მაღალი. მათ შორის მეგობრებთან, აცსაებთან შეიძლება შემცირდეს ეს ურთიერთგაგება, რამაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დაძაბოს ურთიერთობები, მაგრამ უკვე სამშაბათიდან სიტუაცია დალაგდება, დამშვიდდება. აქ უფრო აქტიური ხდებით, უფრო ენერგიული, ინიციატივას უფრო მეტად ავლენთ, საკუთარ თავზეც პასუხისმგებლობას უფრო მეტად აიღებთ. ეს პერიოდი ძალიან კარგია ცოდნის გაფართოებისათვის, პროფესიონალიზმის განვითარებისთვის, რეფორმებისა და სიახლეებისათვის, ინტერნეტთან კონტაქტი იქნება მეტად ნაყოფიერი, შეიძლება მეგობრული წრე გაფართოვდეს ან არსებული ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, მეგობართა დახმარება თანადგომა იყოს დროული და სათანადო ერთ სიტყვით, სამშაბათიდან პერიოდი გაცილებით უფრო უკეთესი, წარმატებული და მეტად პერსპექტიული იქნება. ეს 12 ზოდიაქოს ნიშნის ასტროპროგნოზია 12-18 იანვრის შუალედში. ეხლა მოდი ვნახოთ ცალკეული დღეების შემდეგ კვირისა რას ვიქადიან და აი ხვალინდელი დღე. ხვალ ჩვენ გვაქვს 12 რიცხვი იანვრისა ორშაბათი დღე. და ნუ ოპერაციის სკოლის აღნიშნოთ, რომ ამ დღის კოსმიურ გამოცდებს ის პარტნიორული ურთიერთობა ჩააბარეს, რომელიც ჭეშმარიტ სიყვარულს და ურთიერთგაგებას ემყარება მხოლოდ. დანარჩენები შეიძლება დაიშალოთ. მოვერიდოთ ნოტარიული საბუთების გაფორმებას ხვალ, რენტგენს, სხივურ თერაპიას, ცხარე საკვების მიღებას, ახალი საქმის დაწყებას, ახალი თანამშრომლობის მიღებას სამსაურში. არა ეს მაინდამაინც სასურველი ხვალ ადგილსაღობელის ბინის შეცვლა, სოციალურყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობა. და აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, შარცსაწკეცო რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე კუროს, კერჩხების და თხისკას ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 13 იანვარს, ეს უკვე სამშაბათი დღეა და კუპრელის სკოლისა ამ დღის მოლაპარაკება ცოტა რთული და ნაკლებ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. ეს დღე მაინდამაინც არ არის სასურველი პარტნიორული ურთიერთობებისთვის და ან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, შორეული მოგზაურობისათვის. პარტნიორული ურთიერთობებში ნუ იქნება ზედმეტად სარკასტული, პირდაპირი, უკომპრომისო, ეჭვიანი და თან კამათისადმი მიდრეკილი. ესეც ამასაც მიაქციოთ ყურადღება და სამაგეროდ ეფექტური იქნება 13-ში, მაგალითად ყელყურს, ხვირის, ენდოკრინული სისტემის კორნალობა მეტი მოძრავეთ. ძალიან კარგია ეს პერიოდი, მაგალითად მანქანის ყიდვა გაყიდვისათვის. ძალიან კარგია სამშაბათი ასევე
თვითშემეცნებისათვის, რეწყვისა და რემონტისათვის, მაგალითად საგამოძიებო სამუშაოების ჩასტარებლად კი ბატონო ნადირობისა, თევზაობისთვის, ვისაც ეს მოწონს. აი ამ კუთხით მედაც სასიკეთო ტენდენციების პერიოდია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, შარსასქესო, რეპროდუქტიული სისტემა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სამშაბათს სასურველი არ ექნება. ყველაზე კარგია სამშაბათი ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 4 შაბათს, ეს უკვე 14 იანვარია, ნუ მოდი ამშვიდობთ, რომ აქ პარტნიორულ ურთიერთობებში მოსაოდნელია ურთიერთობების ცოტა დაძაბვა. ეს დღე ცოტა რთულია მგზავრობისა და მოლაპარაკებებისთვის. სამაგეროდ კარგია ახალი შთაბეჭდილებების მიღება, თუმცა ამავდროულად სარისკო მოქმედებებს ჯობია მოვერიდოთ. ეს დღე არ ვარ გასისხლის გადასხმისათვის, ყურების გასახვედრად. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეთ ბავშვებს ქუჩაში, იმიტომ რომ მათი ცელქობა კაშკარად მოიმატებს. აუნიშნავთ ის, რომ მოიმატებს დაინტერესება რელიგიისა და პოლიტიკური საკითხებისადმი. ამასთან ერთად ჯანმრთელობის კუთხით 4 შაბათს ღვიძლი, ნაულის ბუშტი, საზარდული მეჯბარ-ძაყრის ძვალი სუსტება. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა 4 შაბათს არ ექნება სასურველი. ყველაზე კარგია 4 შაბათი ვერცხლთათვის და მერწყულთათვის. 5 შაბათი ეს არის 15 იანვრის დღე და რა არის აქ მოსაოდნელი არაფორმალური ლიდერების გავლენა 5 შაბათს უფრო დიდი იქნება ვიდრე ნომენკლატურული ხელისუფლების ავტორიტეტი. მატლობს აქ ინტუიცია, ეს დღე ხელს სწყობს პრობლემების მიზეზების გააზრებას და მათი გადაჭრის სწორი გზების პოვნას. კარგია აქ კონსულტაციის გავლა, მათ შორის ადვოკატებთან. კარგია სამგზავრო ბილეთების შეძენა. ამასთან ერთად ჯანმრთელობის კუთხით სუსტება 5 შაბათს ღვიძლი, ნაულის ბუშტი, საზარდული მეჯბარ-ძაყრის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა 5 შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება ახლა პარასკევს, ეს უკვე 16 იანვარია და აქ მივაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. ანუ ეს არის 15 საათიდან 20 წუთიდან 15 საათამდე 50 წუთამდე პერიოდი. ანუ ამ პერიოდში თითქმის ამ 9 საათის განმავლობაში ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში. რაც შეიძლება გახდეს ამავდროულად მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრამვებისა და ავარიებისა, რაც ამ დროს ითხოვს ორმაგ ყურადღებას. ქვეითად მოსიარულეებისა და მძღოლებისაგან, რათა ამან რაღაც ტრამვული ავარიული ტენდენციები არ შექმნას, აი ესეთმა თუნდაც წამიერმა უყურადღებობამ. კარგი დღეა პარასკევი რეფორმების განსახილველად, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, აგრეთვე მათი შემდგომი განხორციელების გზების დასახვისათვის. დაუშვათ ისიც, რომ საღამოს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა მაგალითად ნაკლებად სასიკეთო იქნება. აი ამასაც მიაქციოთ ყურადღება და ამავდროულად ეს დღე გვამსწორებს, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაულის ბუშტი, აქ ძვლოვანი სისტემა, სასწრები, ხერხემალი. ამ ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში პარასკევს სასურველი არ იქნება. ყველაზე კარგია პარასკევი ლომთათვის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე გადავედით შაბათ დღეზე, ეს უკვე 17 იანვარია და შაბათს კარგი დღეა რისთვის, მაგალითად დრომოჭმული ურთიერთობებისა და ნივთებისგან განთავისუფლებისათვის, რაც ხელს უსვლის თქვენს განვითარებას და წინსვლას. სამაგეროდ კარგია ეს დღე საუბაცხოვრებო ნივთების შესაძლებლად უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვისათვის, სარემონტო სამუშაოებისათვის. ამავდროულად მოითხოვნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით შაბათს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილების ზონა. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში არ იქნება სასურველი. მათ შორის კარგია შაბათი ნადირობის თევზაობისათვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვის კუთხითაც კი აქვს მას კარგი პერსპექტივები, მავნეჩვეებისკენ განთავისუფლება, ძალიან კარგი იქნება მithumetes თამბაქოს წევრთათვის და ამშვენია. ექსპერტიზისათვის, ასევე სამწუხარო კვლევით საქმიანობის და ექიმებთან კონსულტაციისათვის ეს პერიოდი კარგია და მათ შორის სარესტავრაციო სამუშაოებსაც უწყობს იგი ხელს. ყველაზე კარგია შაბათი ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 18 ხო და 17-ში კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, სხვა ჩვენ რომელსაც ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოთ, ვენერას, სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს უკვე შაბათს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. ეს მოვლენა თავისუფალი სიყვარულის სინდრომი ხდება. და ამიტომ აქედან გამომდინარე, გასანებად რომ მერწყული ყველაზე თავისუფლების მოყვარე ნიშანი და როცა იქ გადადის სიყვარულის მმართველი პლანეტა, ანუ ის უკვე ითხოვს, რომ ეს ურთიერთობა უფრო თავისუფალი იყოს, ურთიერთობებში არ იყოს ზედმეტი შეზღუდვები.
სხვადასხვა ფორმით და ცოტა მეტად გამოიყენოთ აქ უკვე სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, ზოგჯერ არასტანდარტული მოქმედებები, აი ეს უფრო მეტად გაზრდის ურთიერთ მისდულობას პარტნიორებს შორის. ინტერნეტი ზამშვენი ფაქტორი იქნება სხვა შორის უკვე მოიმატებს შაბათიდან ალბათობა იმის რომ სასკოლო პარტნიორი შეიძლება იპოვოთ ინტერნეტით, მაგრამ მაკრომ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო რომ რაღაც ფრიად საეჭვო ინტერნეტ პარტნიორთან არ მოხდეთ, ესეც იცით და იმედი ამ ხრივ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად იქნებით. ამავდროულად ფინანსური კუთხით შაბათიდან უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება ფინანსური მდგომარეობის გამოჩვენებისა სცენარისტებს, დრამატურგებს, რეჟისორებს, იგივე დავუშვათ მასმედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და ასე შემდგომ ინჟინრებს, მათ უფრო მეტი ამ კუთხით დადებითი შესაძლებლობები ექნებათ. რაც შეეხება ახლა კვირა დღეს, უკვე 18 რიცხვია, კვირას ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა იქნება გვიან, ღამით 23 საათზე 53 წუთზე, მაგრამ მთელი დღე რასაკვირველია ზეგავლენა თვალში საცემი იქნება ახალმთვარეობისა. მოგესალმებით, რომ ეს ცოტა მძიმე კოსმური ენერგიების დღეა. მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ხდება თხისკა ზოდიაკოს ნიშანში. ეს რასაკვირველია მეტად ხელშეუწყობს სხვადასხვა კონფლიქტებს, აგრესიულ, დეპრესიულ გამოვლინებებს, თუნებებს, შესაბამის დაშვებას, ტრაუმულ უტანაცეებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და ასე შემდგომ. და მოდი ასე ვთქვათ, რომ განსაკუთრებით გავაფრთხილდით ძლოვან სისტემას, ხერხემალ სახსრებს, მუხლებს. არავით არ იმკვეთრი მოძრაობები კვირა დღეს, მით უმეტეს სიმძიმეების აწევით. ამან შეიძლება მერე გამოიწვიოს არა მარტო ტრავმული, არამედ ტრავმატული პროცესები და ამ ხრივაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით. არავითარ არის ახალი საქმეები, არავითარ არის საქმეთა გარჩევები, ერთ სიტყვით კვირა დღე უნდა გაიაროთ შვიდად, რაც შეიძლება მეტად დადებითი ენერგიების და განწყობის გამოყენებით. აი ეს ტენდენციებია შემდეგ კვირასთან დაკავშირებული. ეხლა სხვა შემოვლენები, ვისაც აქვს მაგალითად განზრახული თმების შეჭრა. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ერთი დღე გვაქვს კარგი. 15 იანვარი, აი ეს დღე, ხუთშაბათი დღე გამოიყენეთ. დანარჩენი დღეები თმების შეჭრისთვის არ ვარგა. ვისაც აქვს საქმე ფინანსებთან, ბიზნეს სფეროში მოღვაწეობს და შემდგომ მათ საყურადღებო მინდა აღვნიშნო, რომ 12, 13, 14 იანვრის დღეები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაისტუმროთ ვალები, არ დატოვოთ ვალები. თუ რაღაც იყო ჯარიმა, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გაისტუმრეთ. აი ეს ხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ამან ეს თუ არ გააკეთეთ, შეიძლება სერიოზული ფორე აქ გამოიწვიოს თქვენ ცხოვრებაში და არავითარი მსხვილი საყიდლები ამ პერიოდში და ხელშეკრულებების დადება. ხოლო რაც შეეხება 15-18 იანვრის შუალედს, აი ეს პერიოდი ძალიან კარგია სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და აქ იფიქრეთ იმაზე, საჭ შეიძლება იპოვოთ ახალი შემოსავლის წყარო. ეს დღეები ამას ხელშეუწყობენ. ვინც აპირებს გზავრობას, მოგზაურობას, აი 12-15 იანვრის დღეები. ცოტა რთულია. რატომ? იმიტომ რომ ახლობლებთანაც კი ურთიერთგაგება ცოტა შემცირებული. ამიტომ მათთან ერთად აქ მაგალითად გზავრობა, მოგზაურობა მხოლოდ ნერვებს მოგიშლით. ამიტომ ჯობესია ისევ განმარტოებით იმოგზაუროთ. ან თუ მოგიწიათ ერთად მოგზაურობა, ზედმეტი არ ილაპარაკო და მით უმეტეს პოლემიკაში არ შეხვიდეთ მათთან მიმართებაში, ან დაუშვათ სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რათა ამან კიდევ მეტად არ დაძაბოს სიტუაცია. 16 იანვარს რა შეეხება, აი ეს არის კარგი პერიოდი მგზავრობა და მოგზაურობისათვის. მთავარია რომ ცუდი განწყობით არ მევიძდეთ საჭეს. სხვა მხრივ ძალიან კარგი დღეა. 17-18 იანვარი კი ცოტა დაძაბულია სიტუაცია გზებზე. ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ჯობია გადავდოთ აქ მგზავრობა, მოგზაურობა, მაგრამ თუ აუცილებლობა არის განსაკუთრებული, მაშინ ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ საჭესთან მიმართებაში. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს, ესე იგი 12, 13, 14 იანვრის დღე. ცოტა პროვოკაციულია. ამიტომ თქვენს თვითონ არ აღმოჩნდეთ მაპროვოცირებელი აი კონფლიქტებისა, რომელთა ალბათობა აქ მაღალია. ამას მივაქციოთ ყურადღება და ვეცადოთ რომ არავითარი მიზეზი არ მივცეთ პარტნიორს ეჭვიანობისთვის, რათა კიდევ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია. 15-18 იანვრის შუალედი კი ძალიან კარგია. სასკოლო, რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, პაემნებისთვის და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით ჰარმონიული კონტაქტებისათვის. ეხლა ვისაც აქვს განზრახული მკურნალობის დაწყება, მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთ-ერთი დღე გვაქვს კარგი, 16 იანვარი. აი ამ დღეს კარგია მკურნალობის დაწყება. თუმცა, ცუდი დღე როგორც ესეთი არ გვაქვს. დანარჩენი დღეები ყველა ნეიტრალურია. ამიტომ 16-ში თუ ვერ მოასწრებთ, ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე მკურნალობის დასაწყებად. სამსახურის შესწვრის კუთხით ყველს კარგია 14, 16, 18 იანვრის დღეები. ცუდი დღე
არც ერთი არ არის და არჩენის საშუალოა. ხელშეკრულებების დასადება ყველაზე კარგია 15-16 იანვარი, აქაც ცუდი არც ერთი არ გვაქვს და არჩენის საშუალოა. ქორწინებისთვის ყველაზე კარგია 14-15 იანვარი, არ ვარ გა 13 და 18 იანვრის დღეები და არჩენის დღეების საშუალოა. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 12-15-16 იანვრის დღეები და არ ვარ გა 18 იანვრის დღე. შენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 12, 13, 14 და 18 იანვრის დღეები და არ ვარ გა 17 იანვარი. სხეულის აღიარებისთვის ყველაზე კარგია 12, 15, 17 იანვრის დღეები და არჩენის დღეები ნეიტრალურია. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე ჯობია 12, 14, 15 იანვრის დღეები და არ ვარ გა 13 იანვრის დღე. ესეც გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ახლა უკვე საფინანსო, ასე ვთქვათ, ჩვენს კალენდარს, ანუ ფინანსური ეგრეგორიის მოზიდვის შესაძლებლობას. მოდი ამოვშოთ, რომ აი ხვალ 12-ში კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება. ეს მეტად მოიზიდავს ფინანსურ ენერგიას თქვენდამი, მაგრამ არ ვარ გა ხვალ სხვის საფულეს ჩახედვა. თორე თქვენი საფულიდან წავა ზედმეტი თანხები. 13 იანვარს უკვე კარგია ფულის ვალში გაცემა, აღება, კრედიტის გაფორმება, ვალის დაბრუნება, ინვესტიციები თუ კარგად იქნება მომფიქრებული, კი ბატონო, ესეც მისაღებია, მაგრამ არ ვარ გა სხვისი ფულის გადათვლა. თორე მეორე თქვენი ფული წავა ორჯერ მეტი. 14 იანვარს რაც შეეხება, აქ კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, არ ვარ გა სამაგიეროდ ვალის დაბრუნება და ინვესტიციების გაკეთება. 15 იანვარი კარგია ფულის ვალში აღება, გაცემა, კრედიტის გაფორმება. 16 იანვარს ნებისმიერი ქველმოქმედება შემოიტანს მეტ ფინანსურ ეგრეგორს და შესაძლებლობებს, ხოლო 16 იანვარს არ არის სასურველი ფულის ვალში გაცემა, ან აღება, კრედიტის გაფორმება. 17 იანვარს ეს უკვე შაბათი დღეა, კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ფულის ვალში გაცემა, აღება, კრედიტის გაფორმება და 18 იანვარს კვირას კარგია ვალის გასტუმრება, საათის შეძენა, ფულის ვალში აღება ან გაცემა და არ ვარ გა ინვესტიციების გაკეთება. აი ამას მიაქცევთ ყურადღება. რაც შეეხება ახლა ანგელოზის საათს, ეს ის დროა ეცით, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ კონტაქტზე თქვენს ფარველ ანგელოზთან და გააგებინოთ მას რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ თქვენი თხოვნა ადეკვატურია, თქვენ მას იმსახურებთ თქვენი კარმული მისიის შესრულების თვალსაზრისით, მაშინ ეს საგიხდებათ. მაგრამ თუ თქვენ მისიას არასრულებთ, არასწორი ცხოვრებისული გზით მიდიხართ, პირიქით დაბინძურებული გაქვთ სული და სხეული და ამ დროს დიდი მოთხოვნები გაქვთ, რასაკვირველია, გაგებით კი გააგებინებთ ფარველ ანგელოზს, მაგრამ ის ამას არ შეგესრულებთ, იმიტომ რომ თქვენ ამას არ ემსახურებთ. მაგრამ აი პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ კონტაქტში შეხვიდეთ ფარველ ანგელოზთან, კი, აი ამას ახლა მოგახსენებ და ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ გინდათ 1 წუთის განმავლობაში მიმართეთ მას, თუ გინდათ 5 წამის განმავლობაში და თუ გინდათ 1 საათის განმავლობაში. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. რამდენი ხანი გინდათ აქ ილოცოთ და ასევე მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს. აი მაგალითად ხვალ 12-ში ესეთი დრო ჩვენ გვაქვს დილის 8 საათიდან 45 წუთიდან დილის 9 საათამდე 32 წუთამდე. ანგელოზის დრო 13-ში, ანუ სამშაბათს დილის 9 საათიდან 45 წუთიდან დილის 10 საათამდე 30 წუთამდე გასტანს. 14 იანვარს 4 შაბათს ანგელოზის დრო იწყება საღამოს 20 საათზე 20 წუთზე და გასტანს 21 საათამდე 5 წუთამდე. 15 იანვარს 5 შაბათს დილის 8 საათიდან 15 წუთიდან დილის 9 საათამდე 10 წუთამდე. 16 იანვარს ანგელოზის დრო იწყება დილით 10 საათზე 45 წუთზე, გასტანს დილის 11 საათამდე 30 წუთამდე. 17-ში იგი იწყებს, ანუ შაბათს დილის ან დღის როგორც გენებოთ 11 საათზე 15 წუთზე ამოქმედებას და გასტანს დღის 12 საათამდე. და 18-ში ასევე დღის, ვთქვათ, 11 საათიდან 15 წუთიდან ასევე 12 საათამდე. ანუ შაბათ კვირას ერთ და იმავე დროს გვაქვს. 11 საათიდან 15 წუთიდან 12 საათამდე დღისა. აი ეს არის ანგელოზის დრო. ეხლა მოდი ამოვშოთ ერთი კიდევ მშვენი მოვლენა, რადგან ჩვენ ეხლა 20 იანვრამდე ვიმყოფებით თხის ქალზე გავლენის ქვეშ, ანუ მზე, ისე როგორც პლანეტა ვენერა, პლანეტა მერკური და შემდგომ ყველა ეს პლანეტა გადის ეხლა თხის ქალ ზოდიაქოს ნიშანს. და ნუ რეალურად უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყება მათი გადასვლა მერწყულის ზოდიაქოში და 20 რიცხვიდან უკვე ძირითადად მერწყულის დრო მოვა. მაგრამ იქამდე 20 რიცხვამდე კიდევ ჩვენ გვაქვს ეს დრო და აი ვნახოთ რა სიტყვის სამყარო თვითონ თხის ქალ, როგორც მასპინძელი ამ პერიოდისა, თითოეულ ჩვენთან
ჩვენთაგანისაგან და რა არის მოსალოდნელი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ დღისგან ეს არის ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსტრაფვა, მოთმინება, შრომისმსახურება, ნებისყოფა. ქვას გახეთქავს თავისას მიახსოვს ნიშანი თუ რამე დაესახა მიზნად, იმდენად ნებისყოფიანია, ძალიან პრაქტიკული, პრაგმატული, პუნქტუალურია და ვინც მეტად გამოავლენს ამ თვისებებს, მით მეტად იქნება წარმატებული ამ პერიოდში. მისი დევიზი არის ესეთი: მაქვს ხელი, ფეხი, თავი მე თვითონ. საქმისადმი აქვს სერიოზული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გზნობა. ამიტომ ეს თვისებები პირველ რიგში წარმატების მომდანია. ასევე მოდით ავუშვათ, რომ ეს პერიოდი ხელს უწყობს პროფესიონალურ წინსვლას და განვითარებას. დღისგან მართავს ასტროლოგიაში კარიერას. ამიტომ კარიერული განვითარებისათვის, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიყვარულო კონტაქტებისთვის პერიოდი საკმაოდ კარგია. სხვათა იგივე სიყვარულში დღისგან ძალიან სერიოზულია. მას არ უყვარს ქაროფშუტული მიდგომა სიყვარულისადმი, უბრალოდ დაპირებები და ასე შემდგომ. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გზნობა აქვს პარტნიორის და სასიყვარულო კონტაქტების მიმართ, რასაც ითხოვს სწორედ ეს პერიოდი თითოეულ ჩვენთაგანისაგან. ამასთან ერთად მოდით ავუშვათ ისიც, რომ ამიტომ სერიოზული პრობლემა ჩვენს ფინანსური კუთხით არ არის მოსალოდნელი, იმიტომ დღისგან ძალიან რად იცის, მათ შორის სწორი და ღაერათიანი და პრაგმატული ხარჯვა ფულისა. და უფრო მეტი შეიძლება გარკვეული პრემიების, ბონუსების წინაშე აღმოჩნდეს ზოგიერთი თქვენთაგანი, დივიდენდების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ამის ტენდენციას უშევთქვა შეუწყრის ხომდე ეს ყველაფერი არის. ხელმძღვანელობა კარგად არის განწყობილი, ნაუშად იგივე ქეშავდომების მიმართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და საოჯახო ურთიერთობა წასია თუ ისე ინარჩუნებს სტაბილურობას. რაც უდაოდ კარგია, იმიტომ რომ აქ რაღაცა ხა შეიძლება პატარა გაცივებები, რაღაცა სინდრომები იყოს, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული აქ მოსალოდნელი არ არის. თუმცა ეხლა ეს არ ეხება ღორის გრიპს, რომელიც ვინვარებს ეხლა მათ შორის საქართველოში და ნუ გადავსებულია ჩვენი საავადმყოფოები და რასკვლელი ეს ცოტა აღელვებს თავისთავად მოსახლეობას. ნუ ამ დაგვარი ტენდენციები კი აი ამან შეიძლება დროდადრო რასკვლელი ეჩინოს თავი და ცოტა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. რაც შეეხება სახლში ყველაზე კარგ ზონას, ენერგეტიკულად ზონას, ეს არის ჩრდილოეთი მხარე. რაც უფრო მეტად ახლა თქვენ იჯდებით და უშუალოდ თუნდაც ჩრდილოეთ მხარეს აქ რაღაცას დაიკითხავდა შევ, მით უკეთესი ეს ზონა პოზიტიური ენერგიის მატარებელია. და რაც შეეხება ახლა ვარჯიშებს დღისკისთვის დამშვენია სხვათა ვარჯიშები, ოღონდ ახლა იმდენი სირბილი როგორც ეს შვილდოსნის პერიოდში იყო, ახლა სულაც არის სასურველი. აქ პირიქით დღის გაითხოვს გამაგრებას, ასე ვთქვათ, თვითონ კუნთური სისტემისა, ძლოვანი სისტემისა სახსრებისა. ამიტომ ამ ტიპის ვარჯიშებია წინაპლანზე წამოსაცავი, იგივე სპანდერი, იგივე დაუშვათ ისეთი ვარჯიშები, რომელიც დაუშვათ აძლიერებს აი კუნთის დაუშვათ სისტემას, იგივე თუნდაც მუცლის კუნთების სისტემას, ხერხემალს, ძლოვან სისტემას და შემდგომ. სუნთქვითი ვარჯიშებიც იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი გადაღლის გარეშე, ამ ზედმეტად ნუ გადაღლით გულს. ესეც აუცილებელი ფაქტორია. აქვე მოიტანხმოთ, რომ აი მაგალითად თუ რაღაც არა გაქვთ ახლა უჩვენება, აი საუნა, აბანო ვარჯიშების მიერ იქნება ძალიან კარგი. ეხლა ავნიშოთ კვებას მნიშვნელობა აქვს თავისთავად, ნუ ახლა მოგესალმებათ, რომ ყველა მეტნაკლებად აკრიფა წონა ამ კალორიული კვების შემდეგ. და ამიტომ ახლა ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო სტატისტიკით არის ეს სტატისტიკა. ახლა წლის შემდგომ პერიოდებში, შემდეგ თვეებში, ყველაზე მაღალია სიკვდილიანობა მსოფლიოში. რატომ? იმიტომ რომ აი ეს გადატვირთვა, კვებითი გადატვირთვა, ზოგიერთი ორგანიზმი ამას ადეკვატურად ვერ იღებს და მერე ქმნის პრობლემებს. ამიტომ მოდი ახლა ესე ვქნათ, რომ უკვე მნიშვნელოვანია, რომ ეს კვებით სფეროს მივაქციოთ უკვე ყურადღება, რომ ზედმეტი უკვე აღარ მივირთვათ, ცოტა შევამციროთ რაციონი. აი ძალიან კარგი იქნება უკვე ამ პერიოდში ზღვის პროდუქტების გამოყენება უფრო მეტად. და თუ მაინც ხორცეული საკვები გინდათ, მაშინ ღორის ხორცი წამოწიოთ წინა პლანზე. შესაძლოა კარტოფილის გამოყენება, ლობიოს გამოყენება იქნება ძალიან კარგი. სხვა ფაფებიც მინდა გითხრათ, სულაც არ იქნება ცუდი. ანუ მოუკლოთ ეხლა რაც შეიძლება მეტად კბილეულს. მაინც მჟავეულიც არ არის სასურველი და ალკოჰოლურ სასმელებთან ეხლა ცოტა ხანი, ცოტა ფრთხილად ვიღოთ უკვე. თუმცა ახლა ზომიერად მას არაფერი უშავს, მაგრამ გადამეტება არ უნდა იყოს. თუ დაუშვათ თქვენგან განზრახული დაუშვათ მგზავრობა და შემდგომ.
არგენტინა, ჩილე, ვენესუელა და კოლუმბია 4 ყველაზე სახიფათო ადგილი. სწორედ ეს არის. ამიტომ ჯობია რომ ამ ქვეყნებში ეხლა არ გაემგზავროთ. დანარჩენი ზონები კი ბატონო მისაღებია მგზავრობა მოგზაურობის კუთხით. აი ეს ტენდენციები უკავშირდება სწორედ ამ პერიოდს და თხისქაში ადგილმდებარეობას მზისა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თხისქა ეს ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ზოგიერთი თვლის, რომ არის იგი ცოტა ცივი თავის დამოკიდებულებით. ახლა თხისქას არ უყვარს ზედმეტი დიფირამბები. არა ისე თბილი ნიშანი, დაგიდგეთ მუხლებზე, დიფირამბები გიმღეროთ თქვენი სიყვარულის შესახებ და შენ ეს თხისქას არ ეხება. თხისქა არის ამ მხრივ ძალიან თავდაჭერილი. მას ურჩევნია, რომ საქმით დაგიმტკიცოთ თქვენ სიყვარული, ვიდრე დიფირამბებით. ტიპაშია ესეთი. სამაგეროთ, აი მე მაგალითად შემიძლია ქალწულთა თხისქას აბსოლუტურად ყველგან დავეხნო. აი თხისქა არის ნიშანი, რომელიც მაგალითად მე თუ დამპირდება, რომ აი ეს საერთო საკითხია გასაკეთებელი, აი ეს საქმეა გასაკეთებელი, მე შემიძლია საერთოდ წავიდე და არ გავაკონტროლო რა საკეთებს, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩამოვალ, ის იქნება იდეალურად შესრულებული სამუშაო, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა აქ არ ნახული. დღე და ღამე იმუშავებს და თავის დანაპირებს ეს ნიშანი შეასრულებს. ამიტომ ამ კუთხით შეგიძლიათ აბსოლუტურად ენდოთ ლაპარაკი არ ასაკვირველია ტიპიურ თხისქაზე. და აქედან გამომდინარე, ხა როცა აი ერთ კვირაში ჩვენ უკვე ვისაუბრებთ, მე მერწყული ზოდიაქო შემოვა, მზე უკვე 20-ში მერწყულში იქნება, აი მერწყული აბსოლუტური ანტიპოდია, აი მერწყულს ვერ ვენდობი, მიუხედავად იმისა, რომ გენიალური ტვინი აქვს, ძალიან მაღალი ინტელექტუალური პოტენცია, მაგრამ ვერ ვენდობი, იმიტომ რომ მერწყულს შეიძლება არც გაახსენდეს. ის რაც დაუშვათ გასაკეთებელი იყო და თხისქასთან ეს გამორიცხულია. ეს ვარიანტი. ეხლა თუმცა თხისქასაც აქვს რასკვლელი მინუსები, აი რა, მაგალითად სიჯულთ. იცის გაჯიუტება. და აქედან გამომდინარე, შესაბამისად უშვებს. თხისქას მინუსში შედის კიდევ რა, ცოტა ნელი ტემპი მუშაობისა. ეხლა მაგალითად ჩემთვის კუროსთვის და ქალწულისთვის და მორიელისთვის ეს ტემპი სავსებით მისაღებია და უპრობლემოა, მაგრამ ისეთ ნიშნებისთვის, რომელიც უფრო ჩქარია თავისი ბუნებით, როგორც არის შილდოსანი, ვერძი და დაუშვათ ტყუპები, აი ამათთვის ძალიან მომშელია ტემპი, რომელთაც მუშაობს თხისქა. მაგრამ მე ყველას ვეუბნები, ნუ აჩქარებთ ამ ნიშანს. შეიძლება მუშაობს ნელა, მაგრამ ფუნდამენტურად და ხარისხიანად. თხისქას მიერ შექმნილი რაღაცა პროექტი, ან რაღაც საქმე შესრულებული იქნება იდეალურად შესრულებული. არც ერთი ნიუანსი იქ არ იქნება გამორჩენილი. არ ნახულობთ მიზანსტრაფული ნიშანი. აი თქვენ ღამე რო გააღვიძოთ, ნუ მაგალითად ტყუპები და თხისქა და კითხოთ, აბა რა გაქვთ მიზანი? ტყუპები 100 წელი ვერ გაიხსენებს. მაგრამ თხისქა მომენტალურად გეტყვით, რა აქვს მიზანი ცხოვრებაში. თორე საკუთარი მიზანი არც ეცხოვროს სულ სიტუაციაში არ ვიწყდება. ეს ნიშანი ძირითადად წარმატებებს ახსენებს 29-30 წლიდან. იქამდე აქვს ანალიზის, დაკვირვების, სწავლის პერიოდი. ამერე უკვე დგებიან ფეხზე, ასტაბილურობენ თავის ცხოვრებას და მიიწევენ წინ. და ეხლა რატო ყვები კიდე ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ტენდენციები თვალშისაცემ იქნება კიდე 20 რიცხვამდე. ეს თვისებები და რაც თორეა ყველაში, აი ტყუპებშიც კი, სასწორშიც კი, აი ეს თვისებები ცოტა უფრო მეტად იქნებიან ახლა გამოვლენილი, ვიდრე 20 რიცხვის მერე, როცა უკვე მერწყული შემოვა. ამიტომ არ გაიკვირდეთ, რომ ეს თვისებები უფრო მკვეთრად შეიძლება ახლა კარიერას რადგან მართავს ეს ნიშანი, ახლა კარიერული საკითხები არის უმთავრესი და წინა პლანზე წამოწეული. და ერთი რამ კიდევ მინდა გითხრათ, რომ ამოგხსენება 17 თებერვალს შემოდის უკვე ცხენის წელიწადი. ამიტომ 17 თებერვალამდე თქვენ კიდე გაქვთ საშუალება თუ ვერ მოასწარეთ საახალწლო დაუშვათ ფენშუის ატრიბუტიკის შეძენა, ეხლა შეგიძლიათ ჯერ კიდევ ესეც ვაჩვენოს კითხვა იყო ჩვენ ერთ-ერთ ტელემეყოლებისა თუ მუშაობს ეს მაღაზია ლინდაო ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში. მუშაობს უკვე ახალი წლის მერე გაიხსნა და კიდე მუშაობს თავისთავად და თქვენ შეგიძლიათ აქ მიხვიდეთ, შეიძინოთ ის ფენშუის ატრიბუტი, რომელიც გჭირდება, თან კონსულტაცია მიიღოთ სპეციალისტებისგან და მოემზადოთ 17 რიცხვისთვის, სხვა შორის 17 თებერვალი ძალიან კარგ პერიოდს გვაქვს. ჩვენ დაახლოებით დღის 4 საათზე შემოდის ცხენის წელიწადი, რაც ძალიან იშვიათია. ძირითადად შემოდის ხოლმე ღამე, სადღაც 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, ну ძალიან ძნელია ახლა ამ პერიოდში შესვლა დახვედრა. ახალი წლისა ზოგიერთი ენთუზიასტის გამოკლებით, მაგრამ ეხლა არის ძალიან კარგი პერიოდი. დღის დაახლოებით 4 საათზე. და ამიტომ აქაც შეგვიძლია ჩვენ კიდევ ერთხელ გავწიოთ 17 თებერვალს და მივულოცოთ უკვე ერთმანეთს დინამიური საწყლის სტიქის ცხენის შემოსვლა და 17 თებერვლიდან თქვენ ნახავთ
როგორ გაიღვიძებს სამყარო და როგორ დინამიური გახდება. ახლა თუ კიდე რაღაც მონოტონურ რეჟიმში ხდება რაღაცები ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში. ჩვენ მედრისკვის მერე ეს ცეცხლოვანი სტიკის მუსტანგი ცხენი ყველას გაგაღვიძებს. და მოგცემს არნახულ დინამიურ ექსპრესიას, ენერგიას მოქმედებისა. და ამიტომ შეგვიძლია იქაც შევხვდეთ და მივულოცოთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ უკვე მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის დადგომა. რეალურად ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. თქვენ ხვალდილით შეგიძლიათ 11 საათზე კიდევ ერთხელ იხილოთ. ჩვენ დღევანდელი გადაცემა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, მე დავდებთ ამას სკოლა იქნება ასევე Facebook-ზეც, YouTube-ზეც და ხვალდილით უკვე ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ტელეკომპანია იმედის ეთერში 15 წუთი რო დააგდება დაახლოებით 9-ს, მე გადავინაცვლებთ რადიო იმედში 10-20 წუთზე, მაგრამ ამ კვირაში ჯერ კიდევ პოსტივის გადაცემები არ იქნება. პოსტივი დაიწყება შემდეგი ორშაბათიდან. ესეც რო იცოდეთ. თუმცა პარასკევს ჩვენ შევხვდებით დილით დაახლოებით 15 წუთზე 9-ისა რუსთავი 2-ის დილის გადაცემის ეთერში, აქაც გვექნება და რადიო პორტალს უკვე კვლავ და კვლავ ყოველ დღეში 3-ჯერ გაწვდით ინფორმაციას, ჩემს მიერ მოწოდებულს, თქვენ იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, შეარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით მე გემშვიდობებით, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შოუბის, ახალი წლის საოცარი დღესწაულები და მომავალი კიდევ აგერ ჩვენ წინ გვაქვს ძველით უკვე ახალი წლის დადგომა და უკვე შევხვდებით ერთმანეთს 13-ში ასევე ახალ წელს მივულოცავთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ყოველივე კარგი ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ღვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა და კიდევ მრავალი შოუბის და ახალი წლის მილოცვის საშუალება მოგვეცეს ერთმანეთისათვის. ამ საუკეთესო სურვილებით მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.